There are two ways through life. ცხოვრების განვლის ორი გზა არსებობს. ბუნებრივი And the way of grace. და ლამაზი. You have to choose. არჩევანი შენზეა. We're alligator. ფილმი სიცოცხლის ხეს სულიერებას და ადამიანურ ბუნებას შორის ერთგვარი ბალანსის ძიებას ასახავს. რეჟისორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ტერენს მალიკი ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობების ჩვენებას 50-იანი წლების ტიპიური ამერიკული ოჯახის მაგალითზე ცდილობს. მამა ამაყი და კაცრია. წარუმატებლობას ის ფარულად განიცდის და ცდილობს საკუთარი შვილი თავისი იდეალების შესაბამისად გაზარდოს. What are you doing? ჯეკი ჯერ პატარა ბიჭია, მაგრამ ხრებით მთელი სამყაროს სიმძიმეს ატარებს. მამით ერთდროულად მოხიბლულიცაა და თან ბრაზობს მასზე. რეჟისორისთვის ეს ბუნებრივი მამა-შვილური ურთიერთობა ზოგადად არსებობის სისასტიკეს და სათნოობას უნდა განასახიარებდეს. ფილმი სამყაროს დიდებული კადრებით ბუნების წიაღში არსებულ შერკინებებსაც უბადლო ოსტატობით გვიჩვენებს. იქვე სიკეთე, გრაციოზულობა და ალტრუიზმია. ჯეკის დედის როლს ჯესიკა ჩასტეინი ასრულებს. მამა და დედა. Always you. მათი ჭიდილი მუდამ ჩემში იქნება. ბიჭი წარმატებულ, მაგრამ წინააღმდეგობებით სავსე ადამიანად ყალიბდება. შონ პენის მიერ განსახიერებული ჯეკი ჯერ ძმის დაკარგვას განიცდის, შემდეგ საკუთარი უბიწობის. Someday we'll fall down. ერთხელაც წაიქცევი, იტირებ და ყველაფერს მიხვდები. ყველაფერს. All things. ბრედ პიტი მამის როლს უბადლოდ ასრულებს. კანის ფესტივალზე მან ფილმის რელიგიურ კონტექსტზე ისაუბრა. And then there's the bigger questions of ცხოვრება მუდმივად იცვლება და შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულებაც. I think we პატარა რომ ვიყავი მეუბნებოდნენ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. being told ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს. care of everything and როცა გავიზარდე და მივხვდი რომ ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მითხრეს ეგეც ღვთისნებაა. then told, well, it's God's will. ფილმი სიცოცხლის არსის ერთგვარი ტრაქტატია. მინიმალური დიალოგით, მედიტაციური მუსიკით და გამორჩეული ვიზუალური ესთეტიკით. ის მნახველზე განუზომელ შთაბეჭდილებას ახდენს და თითოეულ მაყურებელს ძიების და საკუთარი დასკვნის გამოტანის ამარა ტოვებს. ერთეულ კრიტიკოსთა აზრის მიუხედავად, სიცოცხლის ხემ ახლახან კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი, ოქროს პალმის რტო მოიპოვა. გაბედული კინემატოგრაფია და არაჩვეულებრივი მსახიობთა ანსამბლი გამორჩეულ სიამოვნებას მოგანიჭებთ. იმის მიუხედავად, რომ ფილმი ტერენს მალიკის დამახასიათებელ ხელწერას ატარებს, ის მაინც გამოირჩევა ყველა ფილმისგან, რაც ბოლო წლებში გინახავთ. Unless you love, თუ არ გიყვარს, ცხოვრება შენს გვერდით გაბრწყინდება და your life will გაკრთება. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.